დავით აღმაშენებლის ხეივანი ეს არის პრაქტიკულად არა ხეივანი, არამედ ეს არის ჭაობი. კი, ბოლოხია. როდესაც ქვეყანაში დავით აღმაშენებლის ხეივანში გაქვს ჭაობი, ეროვნულობაზე არ უნდა ისაუბრო, არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სახელი დროებით მაინც გადაარდა. ასაუბრობ იმაზე, დავით აღმაშენებელი არ დააბრუნე ძეგლი თავის სადაც აკურთხა პატრიარქმა, მაგრამ დავით აღმაშენებელი რატო გავიხსენე? დავით აღმაშენებელის დროს მიწის პოლიტიკა იყო ყველაზე ძლიერი პოლიტიკა. ანუ დავით აღმაშენებელი ასე იგი რამდენჯერმე ნაკლებ გადასახადს ახდენებდა იმას, ვინც მიწას ამუშავებდა, იმასთან შედარებით, ვინც მიწას არ ამუშავებდა. დღეს საქართველო იქნება ბედნიერი, თუ თქვა ჩვენ ვინც მიწას ამუშავებს შეღავათებს შევუქმნით და ვისაც ორგანული პროდუქტი მოყავს შეღავათებს შევუქმნით. მე უბრალოდ ამ გადაცემაში მინდა ახლა აი აგერ გვაქვს ჩვენ მომზადებული და თავარია ქალბატონი მედი არ გავგვიქცეს გადაცემი და ასე იგი მე ამ დღეებში ნახე აი მოსავალი როგორი მოსავალი და რა გაკეთებული და როგორი გადაიღეს იქ. მე ვარ ბედნიერი რომ თქვა მეცნიერთა კონგრესის ეს პროექტი რომელიც ჩვენ თავის დროზე გქონდა ბატონო ვახში გახსოვთ როგორ დავიწყეთ როცა ხალხს უთხარით რომ აი თაფლი რო აქვს ადამიანებს ახში შეიძლება 30-40 ლარი და 50 რუბლის მოვიტანოთ აი ეგრე ჩვენ ჩამოვიტანოთ და გავყიდოთ 15 ლარად ისაც 40 ლარი გეს და მეწარმეც პაპუპილი იქნება და ყველა ანუ ჩვენი პოლიტიკა რა იყო რომ მეწარმეს 20-30%-ით მეტი მივცეთ და თბილისელებს მივყიდოთ ორჯერ და სამჯერ უფრო იაფად. აი მე ნახე ვარ გახარებული და გაძლიერებული იმით რომ აი ქალბატონი მედია მიმართავს საზოგადოებას რომ აქ არანაირი სასუქი არ არის, არანაირი ქიმია არ არის, რომ ეს არის მეცნიერთა კონგრესის პროექტი და რომ მე როგორც ერთმა რიგითმა ამ შემთხვევაში ფერმერმა ხელი მოკიდე მეცნიერთა კონგრესის პროექტს და ესე იგი ვაკეთებ ამას და საზოგადოებას ეუბნება რომ აი ასეთ ხორბალს მიიღებთ თქვენ და ასეთ პულს მიიღებთ და ამბობს რომ მე 100 ჰექტარზე დავთესავ კიდე მომავალში. ბედნიერება როცა ასეთი ადამიანები არიან დაკავშირებული დღეს ამასე. ჩვენ ამას გარკვეულ ნაწილში ამას ვაჩვენებთ აი ამ ვიდეო მასალას, მაგრამ ეხლა სოფელთან დაკავშირებით ბატონებო მე თქვენ მოგცემთ დღეს რამდენიმე ციფრს სააზროვნოთ და დანარჩენი აი როცა ვლაპარაკობ თვალე ახილებულ ადამიანზე ქვეყნისთვის. ესე იგი ერთი დარგი მაინც მინდა ბატონ თენგიზე და ჩვენ დიდი ხანი ამაში მოვდივართ და ბატონი ვახში არის მწოდნე მართვის სისტემების მწოდნე და ბედნიერება რომ და ასეთი ადამიანების ერთობა შედგა ანუ რეალურად ერთი 200-300 კაცი მაინც ვარ ჩვენ მეცნიერი და ისინი ისეთი საზოგადოების წარმომადგენლები რომ მიუხედავად გარკვეული პოლიტიკური რაღაცები და დაავთმეთ და ერთობა შევკარით სერიოზული და აი უბრალოდ მინდა გკითხოთ რომ ამ ციფრების ქვეყანაში ხელისუფლება არის საჭირო და გაგიკითხავთ ახლა ამ ციფრებს. ჩვენ მეცნიერთა კონგრესმა 2007-8 წელში გამოვაქვთ 10 ციფრი რომელიც და ვამბობდით რომ ამ 10 ციფრის უკან დგას რა ხდება ქვეყანაში. მე ამ ციფრს არ ვლაპარაკობ, ერთი ციფრი იყო ასეთი მაშინ 2006 წელზე ლაპარაკი რომ საქართველოში არის 3000-მდე სოფელი და არც ერთ სოფელში იმ სოფელში ნაშოვნი ფულით არ არის აშენებული უკეთესი სახლი, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენამდე იყო იმ სოფელში აშენებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ესე იგი სოფელში ხუთი ძალიან კარგი სახლები აშენებული. აი მაჩვენებთ იმ სოფელში ნაშოვნი ფულით დღეს ეს კი არა რომ ვიღაცამ რო კურორტა ტაქსია და აიშენა და სარფული რაღაც იშოვა კი. აი იმ სოფელში გლეხმა რომ მიწაზე იმუშავა და იმ სოფელში მოიპოვა ფული და ააშენა უკეთესი სახლი ვიდრე მანამდე არსებობდა. ეს გლეხის და ფერმერის ბრალი კი არ არის. ეს არის პოლიტიკის ბრალი რომელიც ქვეყანაშია და გეტყვით ახლა აგერ კონკრეტულად კიდე მეორე შეფასება ჩემსას. დღეს რეალურად ასე იგი სასახლეებს ვერ თვლიან ისინი ვისაც პროდუქტების შემოაქვთ ქვეყანაში. ვისაც სოფლის პროდუქტები შემოაქვთ ქვეყანაში. ისინი სასახლეებს ვერ თვლიან და არა მარტო ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთ. იმდენი რამე აქვს აშენებული, მაგრამ ვარ არსებობს ადამიანი, რომელმაც აი როგორც გითხარით რომ ქვეყანაში თავისი შრომის შედეგით რაღაც სერიოზული სიმდიდრე რო დააგროვა. პარლამენტში არიან მხოლოდ ისინი, ვისაც გარედან შემოაქვთ პროდუქტები.
ხორბალი, ხორცი, თევზი, წამალი, ყველაფერი ვისაც შემოგვთ პარლამენტში არიან. პარლამენტში არ არის ერთი კაცი, ვინც თავის ხელით ქმნის ამას ქვეყანაში. ადგილზე ქვეყანაში რომ ქმნის, თუ შენ გინდა ფერმე, ვინმე მიიყვანო, მეწარმე მითხავს. პარლამენტში არა მიიყვანე ის, ვინც სოფელში მუშაობს და თავის εμείς აკეთებს ამას პროდუქციას. იცით ძალიან კარგად რომ არაერთი პროფესორი, დოქტორი წავიდა და მიეხმარა ისე რომ თქვა აიკამდე რაღაც კომუნიკაცია და რაღაც იყოს, მაგრამ არა, ეგეთი რამე არ არის, მაგრამ მოდით ეხლა მე ციფრებს გიგითხავთ თქვენ და თქვენ გააკეთეთ მე კომენტარი და ეს იქნება ჩვენი გადაცემა და მოდით საარსებო ის მივცეთ საზოგადოებას. ეს არის ციფრები ბატონებო აღებული, რა ციფრების მეკითხარით თქვენ, იმას ემატებოდი და ციფრები აღებული ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოსი, ანუ აქ კიდევ უფრო უარესადაა საქმე ჩვენთან, ვიდრე ამ ციფრებში, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ციფრებს მხოლოდ სტატისტიკის, ოფიციალური სახელმწიფო სტატისტიკის. სინამდვილეში უფრო ცუდად ვითარდება. ნახეთ რა, სამუშ ოფიციალური სტატისტიკა. 2025 წელს 2 მილიარდ 58 მილიონი დოლარი გავიდა ქვეყნიდან სურსათის იმპორტზე. ის იმპორტზე? შემოგვეტანა პროდუქტები, ქვეყანაში კვების პროდუქტი რა შემოგვეტანა, ამისთვის 2 მილიარდზე მეტი. ეს არის ოფიციალური, სინამდვილეში 4 მილიარდამდეა. 4 მილიარდი გავიდა ქვეყნიდან, რომ შემოგვეტანა პროდუქტი ქვეყნის გარეთ. არ არის მარტო საუბარი იმაზე, რომ აი რაღაც დიდი ის შემოიტანა, მაგალითად მეც აიგე ამ ბოლო პერიოდში რო ვიყავი 20 რად ვიყიდე ის ხორცი, რომელიც თქვათ ჩვენთან ღირს 45 ლარი. და თქვათ რამდენიმე კილოგრამი და მეც ვიყავი ჩვენ 5-6 კილოგრამი ყველა მიყიდა. წარმოიდგინეთ თქვენ რომ რა ფასი აქვს იმას იქ და ხარისხი აქვს გაცილებით უკეთესია. დააკვირდით თქვენ. ესე იგი 2 მილიარდი რომ სინამდვილეში 4 მილიარდის ფული გავიდა ქვეყნიდან რომ პროდუქტი გვეყიდა და შემოგვეტანა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვითაც კი 356 მილიონი დოლარით მეტი გავიდა 2025 წელში, ვიდრე 2024 წელში. ეს ამას ხელისუფლება ჭირდება ხალხო. დავკითხეთ ბატონებო ამ ციფრებს. კარგით, გეუბნებით კიდევ შემდგომ ციფრს. ხორბალს მოიხმართ 627.000 ტონას. ვაწარმოებთ 155.000 ტონას. იმპორტით შემოვიტანეთ 646.000 ტონა. 646.000 ტონა. ვაწარმოებთ 4.000 ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ 102.000 ტონით მეტი, ვიდრე 2024 წელს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ჩვენ ვაწარმოებთ საფურაჟე. რასაც ვაწარმოებთ ჩვენ დღეს, ეს არის საფურაჟე. რასაც ვაწარმოებდით ადრე, ეს იყო სასურსათო. ანუ პრაქტიკულად ჩვენი ხორბალი 5-10% თუ გავუნა, ამიტომ არის აი აქ მინდა რომ ქალბატონი მედიას ისა მე აი ჩავსვათ ვაჩვენოთ რომ აი რეალურად როგორი ნაბიჯი გადადგა არაერთმა და ორმა პიროვნებამ ძალიან სასიამოვნო ეს და ეს არის მეცნიერთა კონგრესის ძალიან დიდი პროექტი რომ ჩვენ ვიმუშაოთ აი სწორედ აი ეროვნულ პროდუქციას და წავახალისოთ ეს. აი ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მოდით განავიდეთ ახლა აი ხომ ნახეთ ეს კარგი სიუჟეტი აი ქალბატონი მედიას და მივესალმოთ რომ ესე იგი შევინარჩუნეთ ჯერ არ ვერ გავგექცა აქედან იმიტომ რომ არ უყვარს ესეთი რა მაგრამ ჩვენ მისთვის კი არ ვაკეთებთ ამას ჩვენ ვამბობთ რომ აი ეს პიროვნება აი ასეთ ეროვნულ კარგ საქმეს აკეთებს და ასეთი უამრავია ჩვენს რიგებში ჩვენს ირგვლივ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბატონმა თენგიზ ჯანგიაშვილმა იგივე თავის დროზე ბატონმა გახოკიძემ ბატონმა ჩვენმა გადარეიშვილმა ბატონი შოთაჩხეიძე იყო რომელიც სწორედ ამ კუთხით ძალიან ბევრ ამას მუშაობდნენ და დღესაც აგრძელებენ თეორიულ ჭრილში და არა მარტო და ძალიან სასიამოვნო რამ არის. აი ნახეთ ახლა სიმინთან დაკავშირებით. მოვიხმართ 285.000 ტონას. ვაწარმოებთ საქართველოში 209.000 ტონა, 79.000 ტონა სიმინდი შემოვიტანეთ გარედან. სამეგრელო საქართველოს სამსე იყო ყველაფერი ცარიელია მიწები ნაკიდი აქვს აგეს იმ საგნოში როგორ თქვა და არა წარმოებენ. არა წარმოებენ როგორ კაცო დავით აღმაშენებელი ამბობდა არა წარმოებენ. გადასახადს გაგტევინეთ ძალიან დიდ აწარმოებ გეხმარება. ესაა დღეს სოფლიო პოლიტიკა. აქტიურობა საახალეს. შეხედეთ ახლა. აქტიურობა ესე იგი 3.000 ვაწარმოებთ რამდენიმე 1000 ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ რამდენიმე 1000 ტონით მეტი. ვიდრე 2024 წელს ხელგან უარყოფითად მალას წარმოიდგინეთ. კარტოფილი მოიხმარეთ 220.000 ტონა,
200,000 ფარგლებში ვაწარმოებთ. 26,000 ტონა გარედან შემოვიდა კარტოფილი საქართველოში, მაშინ როდესაც საქართველოს ეხლა არ მითხრათ ვინმე რომ ასე არ იყო რომ მოსკოვს და პეტერბურგს ესე იგი მისი აქ ქვემო ქართლში და წალკაში და ამაში მარნეული და იქიდან ისინი ამარაგებდნენ და ახალი კარტოფილი და ყველაფერი რაღაც წარმოუდგენელი იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიკვებობოდით ამას ვის შემოქონდა გარედან კარტოფილი ჩვენი ეხლა უბრალოდ მე აგერ ყველას გეუბნებით რომ წარმოიდგინოთ რა მდგომარეობაში ვართ ჩვენი ძალიან ძლიერი კარტოფილი როგორიც არის სვანეთის როგორიც არის წალკა როგორიც არის აი მაგრამ ესეც გეცოდინება თქვენ სააკაშვილის დროს და აი ეს ბალანსი როგორი უარყოფით მაშინაც ძიმე იყო მაგრამ ეხლა კიდევ სააკაშვილის არის ხო ჯაფარიძე რომ სხვა რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა უნდა დამთავრდეს აი აგერ მე ეს იკლებოდა იმის მე თქვენ ამ ციფრებს მე ამ ციფრებს რომ მოგახსენებ ძალიან მინდა რომ თვალებახილებული ხალხის ქვეყანაში ვიცხოვროთ ჩვენ უბრალოდ ყველას ვეუბნები მე ერთმა პიროვნებამ ერთხელ მითხრა რომ შენ თუ გინდა გაიგო საქართველოში რას ვჭამთ მიდიო საზღვართან ესე იგი საუბარია თურქეთ საზღვართან და რატომ მივიდენთ კიდე აი შემოგვაქვს იგივე რაც გააქვთ აქედან თურქეთს ანუ აქედან თურქეთს გააქვთ კარგი დაკრული საკონელიც არ გავდა ცოცხალი საკონელი გაყავთ თვითრინავებით არა მარტო მათ აი თქვათ ეს მუსლიმური სამყაროს წარმოადგენლებს და შემდგომდა იქედან შემოდის კარტოფილი ხალხი ყველაფერი მოდის იქედან არის მოწამლული განსაკუთრებით ქათამი, კვერცხისდებელი ქათამი. საერთოდ ბარკლის ბიზნესი მსოფლიო არ იცის. ბარკალი არ იჭმება ანკარაშიც კი და სტამბოლში ბარკალს არ ჭამენ. ამერიკაში ბარკალი არ შეიძლება რომ ჭამო, იმიტომ რომ ის ავადმყოფობა ყველაფერი ფინფეტებში და ბარკალში. ეს ერთი და მეორე კიდე კვერცხისდებელი ქათამი არ შეიძლება რომ ჭამო. ჩვენთან როგორ არის კვერცხისდებელი ქათამი რომ დამარხო თურქეთში? კანონია ასეთი. უფრო დიდი ფული უჯდება, ვიდრე ის კვერცხისდებელი ქათამი მოიტანოს ჩვენ საზღვართან, ქიმიურად დაგიმუშავოს და გააჩუქოს, გამოგიტანოს, საკეთად ჩვენ ვჭამთ ამ უბედურამეს. ეს ამას რა თქმა ხელისუფლება. ეს არის კატასტროფა, რაც ხდება ბატონებო ქვეყანაში. ჩვენ მძიმე რამეს კი არ ვეუბნებით. ჩვენ ვიდა თვალებახილებული ხალხის ქვეყანაში ვიცხოვრობ. ჩვენ ხო სტატისტიკიდან ავიღეთ ეს ციფრები. მე ხო არ მომიგონებია ესენი. გითხარით აგერ. ეხლა ბოსტნეულთან დაკავშირებით თქვენ გესმით რომ ესე იგი 259,000 ტონა გამოვიყენეთ, ვაწარმოეთ მხოლოდ 159,000 და 171,000 ტონა შემოვიტანეთ ხალხო. ბოსტნეული შემოვიტანეთ საქართველოში თქვენ გესმით რა მდგომარეობა არის, ესე იგი ქვეყანაში რა მდგომარეობა. აი აგერ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ 15,000 ტონით 23,000 ტონით მეტი შემოვიტანეთ, ვიდრე 2024 წელში იყო. შვილფეხას ხოსანი ხორცი მოიხმარეთ 33,000 ტონა, ვაწარმოეთ 24,000 ტონა, 10,000 ტონა შემოვიტანეთ გარედან ბრაზილიური, ინდური ხორცი, ვაჭმებთ აქ ხალხს, წამლავთ რეალურად, აკონტროლებელი არ არის რესტორნებში და ყველგან უპესა. ეს სააკაშვილო მოშალა ბატონო თემო მაგეს ის რო იყო გამკონტროლებელი. ბატონო მე ეს რეალურად ჩვენ ახლა ამას დააკავეთ. აი მე ცოტა ხანი მინდა და მე თქვენი კომენტარები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს ციფრები სერიოზულ ძალიან დამაფიქრებელია. თუ ქვეყანა გიყვარს ამ ციფრების უკან უნდა დაინახო ვინ ხავს ხელისუფლება, ვინ ხავდა ხელისუფლება და როგორი ხელისუფლება. რატომ გინდა რატომ ვამბობ იმას რომ მეცნიერებაზე დამყარებული და მეცნიერებით სავსე და მეცნიერების პასუხისმგებლობით შერჩეული საარჩევნო სია და პროგრამები. ესე იგი, ღორის ხორციც კი, ესე იგი 34,000 ტონა იმპორტი შემოტანილი ქვეყნის გარედან, 29,000-ზე მეტი ღორის ხორცი შემოვიტანეთ გარედან ხალხო. წარმოიდგინეთ რა არის. ესე იგი, მე ვეგეტარიანელი ვარ. შემოვიტანეთ 3,400 ტონით მეტი 2025-ში ვიდრე იქეთ 2025-ში როდის დაიწყო ჩვენთან ღორის ჭირი და ქათმის ჭირი? როდესაც გარედან დაიწყეს ამისი და უნდა რომ მოდის იქება. ფრინველის ხორცი მოიხმარეთ, დააგვირდით ვაწარმოეთ 30,000 და იმპორტი 87,000 ტონა. იმპორტი გარედან შემოვიტანეთ 87,000 ტონა. ესე იგი, რამდენიმე 1000 ტონით ნაკლები ვაწარმოეთ და 10,000 ტონით მეტი შემოვიტანეთ ვიდრე წინა წელში. ერთზედართის პროდუქციები იმპორტი 264,000 ტონა ხალხო. თქვენ ხო იცით რომ ეს ყველაფერი ქიმია, არაფერი გარედან რომელიც შემოდის, ეს ის რძი არ არის. ამისი ერთ-ერთ ოჯახში ვიყავი და
აი ხა ზო აი გუშინ წინ იქეთ სადაც ვიყავით გუშინ პროფესორად მე მეთედორე მე ისო დაჯდა ნუ ისეთი ძალიან ისეთი სუფრა იყო ქართული ნამდვილი მაგრამ მე ასეთი გემრიელი კიტრი პამიდორი ყველაფერი ქათამი ყველაფერი სოფლისაო ყველაფერი ჩვენ თვითონ ვაწარმოებდო ყველაფერი იქეთ ქონდათ ხედავ ხალხო რა როგორ შეიძლება ცხოვრობდე და ვიავადყოფებთ თავისთავად ყოველ ფეხის ნაბიჯზე აქტიაკია და წამლის ბიზნესი წარმომადგენლები გახდნენ მილიონერები ქვეყანაში ამაზე ხო უნდა დაფიქრდეს ვინმე რა კვერცხთან დაკავშირებით თქვენ წარმოგვიდგენთ 28 მილიონი ტონა უკაცრავ 28 მილიონი ცალი კვერცხი შემოვიტანეთ ქვეყნის გარედან ვაწარმოეთ ესე იგი აქაც უარყოფითია ამ იმაში თუნდაც ეს კვერცხი ხელოვნურია მე მაგალითად ეხლა ამ დღეებში სოფლის კვერცხიაო რომ მითხეს და რომ მივიღეთ უკრასთან ყველა თქვით რომ სასაული კვერცხი და აი ჩვენს მაღაზიებში რო იყიდი გონია რომ თუ არ უყურე ისე ვერ დარწმუნდები რომ კვერცხი ჭამ აი აგერ ეხლა კიდევ ერთხელ ესე იგი აქ სულფეხაფხოსანი პირუტყვი 761,600 ესე იგი 50,000 ნაკლები უხავს ვიდრე 2024 წელს ყავდა ღორი 131 10,000 ნაკლები უხავს ვიდრე 2024 წელს ყავდა ცხვარი და თხა ასე იგი 21,000 მეტი 22,000 ნაკლები უყავს ვიდრე 24 წელში ფრინველი აქ არის ერთი რაღაც მატევა მხოლოდ ამ იმაში რაღაც ესეც ძალიან ცოტა არის აი ეს არის დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობა მე გითხარით ერთი დარგის ციფრები მოგახსენეთ ყველა დარგში არის კატასტროფული მდგომარეობა საქართველოში წარმატებებს აღწევენ პარტიები მხოლოდ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში არავითარი სხვაგან წარმატება არ არსებობს არც სოფელში, არც კულტურაში, არც განათლებაში, არცად აბსოლუტურად რაც შეეხება კომუნალურ სფეროს, ასე იყო მიღებული რომის იმპერიიდან მოყვება, რომ დიქტატორებიო იმას გარეგან ეფექტებზე მუშაობდნენ, მაგრამ ვისაც იტალია უყვარსო, ის მიწაში რა იდებოდა, ანუ ის კომუნიკაციები იმას ქალაქებში აშენდა პრაქტიკულად ახალი საცხოვრებელი უბნები და ერთი რაიმე კომუნიკაცია ყოფილა არ შეგვიძლია ვქონოთ. ესე იგი კატასტროფულია ეს ყველაფერი. მე ამას იმიტომ კი ამბობ, რომ თვალება ახილებული ვიყოთ, ნუ ვაქებთ იმას, რომელსაც ქება არ ეკუთვნის და მე ვიმეორებ, რომ მეცნიერთა კონგრესის და ხალხის კონფლიქტი დღეს არის ერთ რამეში უნდა გავასწორდეს. ხალხი დაშს უკრავს იმას, რასაც მეცნიერთა კონგრესი თვლის ქვეყნის უბედურებად. ძალიან ხათუნები, მე მოგახსენეთ ციფრები და თუ რამე შეკითხვა გაქვთ. სტატისტიკაში დამბეჭდავი ძალიან. გასაკვირველია ციფრების გარეშეც ხალხური პროცესია ჩვენ ხედავთ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე როგორ აისახება ეს ყველაფერი ამდენი ავადსახსენებელი ონკოლოგია და ამდენი ავადმყოფი ბავშვი წარმოუდგენელ ციფრებს აღწევს უკვე ეს და სრულიად გაუგებარი დაავადებები რომელიც აქამდე არ იყო ამდენი ახალშობილი ბავშვი რომელიც უკვე დეფექტით იბადება ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აუტიზმი, შაქარი ძალიან ბევრია უკვე ძალიან ბევრი აგერ გადაიჭედა ეს სწავლების ისენი როა ცენტრები ასეთი ბავშვებისთვის უამრავია უკვე გახსენდა და ვერ აუდის იმდენია უკვე ესეთი ბავშვი რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამომდინარეობს კვებით და ეკოლოგიით სამწუხაროდ თქვენ ეს სტატისტიკა გვაქვს კვებაზე ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა ჟანგბადისა და წყლის შესახებ. საშინელება, ჟანგბადი დაბინძურებული, წყალი დაბინძურებული, საკვები დაბინძურებული, მართლა ღმერთით თორე ანტიბიოტიკი და სულ. რაც შეეხება ხა მე უშუალოდ ჩემს რადგან მახსენეთ კი მართალ ზანებთ არ მიყვარს ხოლმე ჩემს საუბარი ამ ვიდეოს აუცილებლად ჩვენებ ჩვენს მსმენელს. ყველა მართალი ინახავს სამყუროვან ისტორიას. ჩვენ გვაქვს ქართული ჯიშის ხორბალი, უნიკალური, აბსოლუტურად ორგანიკი, ყოველგვარი კიბის გარეშე. ეს არის ხორბლის სიმაღლე. ამ მომენტისათვის ანა დაწოლილია და თუ ჩემი სიმაღლით ვიმშელებ, საკმაოდ მაღალი ყანა. შევიძინეთ თესლი, რომელიც ასევე ორგანული წით არის დამუშავებული. შემდგომ დავუკავშირდით ქართველ მეცნიერს, ბატონ გიან ადარეიშვილს, ჩვენი კონგრესის წევრია და ჩვენ თანამშრომელთან მიმართულებით დავხოთ მოხდა თესლის დამუშავება ორგანული წამლის პრეპარატის საშუალებით და შემდგომ აი რასაც უყურებთ შედეგი ეს მივიღეთ აქ არ არის დაგვებული
აქ არ არის არანაირი დამატებითი ქიმიური საშუალებები. ანა გახლავთ აბსოლუტურად ორგანული. ამისი გადამოწმების საშუალებაც არსებობს და თავადაც გახლავთ. ჩვენი მოწეული პროდუქცია გაყიდვაში იქნება როგორც სათესლად, ასევე ხორბლის სახით, რომ ქვილი მიიღოს ადამიანს. რაოდენობა შეზღუდულია, რადგან ჩვენ თავად ვაპირებთ ისევ ამ წარმოებას, ახლა უკვე 100 ჰექტარზე და დანარჩენის რეალიზაცია გვაქვს გადაწყვეტილი, რაც იქნება მოსალოდნელი. ისე რომ დაგვიკავშირდით დროულად, დაგვიკავშირდით დღესვე, ვისაც გაინტერესებთ ქართული საქმე, ქართული ხორბლის განვითარება და ორგანიკი, რაც თავარია ჩვენი მომავალი ამოცანა უნდა იყოს, რომ ჯანმრთელი პროდუქცია შევქმნათ. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი დახმარება და დიდი მოხმარება. ჯანმრთელი პროდუქცია ყველაფერში ეს მოფარი, მოსნეული ჩვენ ხორბლს ვაკეთებთ. წარმატება ყველა ქართველ ადამიანს, ვინც ქართულ საქმეს აკეთებს. ეს იდეა მოვისმინე მე აქ, როდესაც მოვედი თქვენთან თქვენს წიაღში. არაჩვეულებრივი პროექტის შემწრე გავხდი, რასაც ქვია აბსოლუტურად ორგანული ქართული ხორბალი. და მე ასეთი სურვილი რა თქმა უნდა გამოვთქვი, თვითონ მაინტერესებს ძალიან ეს სფერო და გადავწყვიტე ორი ვარიანტი მაქვს, ერთი მეწარმე არსებობს, რომელსაც გამოყავს ეს ქართული ჯიშის ხორბალი, მისი ხორბალიც დავთესე, თქვენთან მეც ერთა კონგრესში მარიამ კიკაძის მიერ გამოყვანილი ეს ხორბალიც დავთესე, დიანა დარეიშვილის წამალს არ დავარქვევდი, რადგან ეს ორგანულია და ქიმიური არ არის. ძალიან მე პირადად ძალიან მადლობელი ვარ ბატონო გიესა, ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და დავამუშავე ბატონო გიეს მეთოდით ორივე თესლი, იქვე ბატონო გიესთან შეთანხმებით გავაკეთეთ პატარა მცირედი მონაკვეთები, რასაც აბსოლუტურად არაფერი არ უყავით, ანუ ჩვენ თვითონ გვაინტერესებს, დამოკიდებულება არ არის ჩასაფრებული, ჩვენ თვითონ გვაინტერესებს, რა სხვაობას მოგწევს გიანა დარეიშვილის სწავლით დამუშავებული, უყოლაფროდ დათესილი და მინდა გითხრათ, რომ დღეს თვალხილულად არის ეს შედეგი, საოცარი სიმაღლის ყანა, ეხლა ვინც ამ სფეროში ცოტა მეტნაკლებად ერკვევით, თქვენ მოგეხსენებათ მნიშვნელოვანია ყანის სიმაღლე, აი სიმაღლე მკვეთრად გამოხატულია. ახლა უკვე თავს ვაკვირდებით, რამდენ მარცვლოვანი იქნება და ის რომ არის აბსოლუტურად ორგანიკი და ყველანაირი მინარევების გარეშე, ეს ნებისმიერ ლაბორატორიაში შეგიძლიათ წაიღოთ და თქვენვე დარწმუნდეთ. ალბათ შემდეგ ჩვენ გვექნება რამოდენიმე გადაცემა და ჩვენი სოციმედიის საშუალებით მივაწვდით ადამიანებს ამ ინფორმაციას და ჩვენი სურვილი ის იქნება, რომ რაც ჩვენ ვისწავლეთ ამ პროცესის დროს, სხვას რაც გაუზიაროთ, რა თქმა უნდა, უსასყიდლო, დავეხმაროთ ჩვენი ადამიანური რესურსით და მივაწოდოთ ის 100%-იანი ორგანული თესლი, რასაც ჩვენ ვფლობთ და რის პასუხისმგებლებიც ვართ. ამ მხრივ, აი მე პირადად ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი საქმიანობა, რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ, იმიტომ რომ ეს ცოტა რთული სფეროა, ცოტა კი არა საკმაოდ რთული და მისი სირთულე გამომდინარეობს მისი ფინანსური კუთხიდან, საკმაოდ ბევრი დანახარჯი გჭირდება, რომ ასეთი პროდუქტი მიიღო. მე ძალიან მინდა, რომ გადავიდე მე მესაქონლეობაზე, იქვე პრინორობა მქონდეს, ბოსტეულიც მოვიცვა. ნუ ეს ერთ დღეში არ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სურვილი, მიზანი და იდეა ძალიან დიდი მაქვს ამის და ყველას ვინც ამ სფეროში ვართ, წარმატება მინდა უსურვო და თუ ამას შევძლებ, რომ ჩვენი მოსახლეობა ჩვენვე შევქმნათ ის პროდუქტი და ჯანსაღად ვიკვებოთ, აი ძალიან დიდი საქმე იქნება და ეს იქნება ღმერთის სარიდებელი საქმე. მე ასე ვფიქრობ, რომ ამაზე დიდ სიკეთეს დღეს ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ვიდრე ჯანსაღი საკვები წარმოიდგინეთ, აი პური, რომელიც ჩვენი ხორბლიდან გამოწვევა, შეჭამს დაავადებული ადამიანი, შეჭამენ ის მიირთმევენ ბოდიშხდი ის დაავადებული ბავშვები, რომლებსაც აქვს გარკვეული აუტანლობა და ჩვენ ამაში პატარა მიწვლის მივიღებთ. დიდი საქმეა ძალიან და მე შეგითხრა მაქვს კაბინეტია და პარასთან მოხდეთ შეგითხრა რომ მეცნიერთა კონგრესის ანალიზით დღეს ჩვენ 80% პროდუქტი ჩვენს მაგიდაზე არის გარედან შემოტანილი. კი. 20% არის ჩვენი. ჩვენ გავაანალიზეთ და ჩვენ შეგიძლია რომ მეცნიერთა კონგრესის მიერ
ჩამოყალიბებულმა გუნდმა სულ ერთი საარჩევნო პერიოდში 4 წლის განმავლობაში 80% ადგილობრივი იყოს პროდუქტი, პროგრამები არის და 20% იყოს შემოტანილი გარემო. თქვენ როგორც ფერმერს რაიმე არარეალურად მიგაჩნია? არარეალურად. ამას უნდა ხელშეწყობა სახელმწიფოებრივი მიდგომა, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ შემოტანილ პროდუქტზე გლეხი ძალიან დაიჩაგრა, იცით, ის იგივე ჩვენ სფეროში ახლა რასაც თქვათ დანახარჯი ერთი და იგივეა. თქვენ 1 ჰექტარს დაამუშავებთ თუ 10 თუ 100 დანახარჯი 1 გაქვს ჰექტარზე, ანუ მოგებაზე რომ გახვიდე, გასაკვირველია დიდ ფართზე გაქვს მეტი შანსი. აი ამ მდგომარეობაშია დღეს გლეხი, რომ მათ არ აქვთ იმდენი მიწის რესურსი, არ აქვთ ფულადი სახსრები და მე რაც მოყავთ, რა თქმა უნდა, ის ორგანული პროდუქტის შესახედაობით არ არის ისეთი საბაზრო შესახედაობისა, რასაც უკვე ჩვენი მომხმარებელი სამწუხაროდ მიეჩვია, ეს რაღაცა ლამაზი, პრიალა, ყველა ერთი ზომისა ის ნერსმურად ქიმიით არის გაჟღენთილი და ამდენად გლეხის მოწეული მოსავალი იჩაგრება ბაზარზე, ის ვერ ახდენს ამის რეალიზაციას, კონკურენციას ვერ უწევს და ყველაზე მთავარი ხა წამოვარდ მივადგებით იმ წინა ხელისუფლებას და ხელისუფლებას, მაგრამ ნუ მათი გადასაწყვეტია მოსპეს ბაზრების კულტურა. შეხედეთ, ბაზრები აღარ არის დაანგრიეს ბაზრები. რატო? იმიტომ რომ მარკეტებში იარონ ადამიანები. უწინ მიდიოდი ბაზარში, მოდიოდა ყოველდღიურად სოფლიდან ბებო, ბაბუ, პაპა, რა ვიცი, თავისი ბაღჩის სხვადასხვა გორში ეს ბედნიერება ჯერ კიდევ გვაქვს. მაგრამ ძალიან ადრე უნდა გახვიდე, თუ ასეთი პროდუქტი გინდა რომ შეიძლება ძალიან ადრე უნდა გახვიდე, რომ ასეთი პროდუქტი აი დეზერტირები გაიხსენეთ, თავისით მოწეული ადამიანები მოდიოდნენ თეატრები იყო, არა? ეს იმხელა კულტურა, ეს უნდა შემოგვენახა, კი რომ დაგვენგრია. ეს უნდა, მაგრამ სწორედ არის ჩადებული ის მძიმე და თვარის ტრადიციების გრევა და ამაზე ალბათ ნაცები რომ მოვიდან ერთ-ერთი უპირველესი ეგაა. დიდი მადლობა ქალბატონ მედიას. 54 ნაირსახეობა არსებობს სოფლის მეურნეობის მიწის თავისი მიკროკლიმატამდე 54. 54. ახლა საქართველოში რამდენია? აქედან საქართველოში არის 48-49. არც სახელმწიფოში. და არ არსებობს სახელმწიფო, სადაც 10-ზე მეტი ნაირსახეობა იყოს. დიდ ქვეყნებში შეერთებულ შტატებში. რამხელა განსხვავდება. ესე იგი, უპირატესობა გაქვს როგორ პლანგაო ამას. და ახლა ეს განსაკუთრებით აი სატირები განსაკუთრებით გულში თაფლისთვის იცით ეს რა არის? ესე იგი, სულ სხვადასხვა ყვავილები, სხვადასხვა შემცველობა. გვაქვს უთვალავი ფერია. აი ეს არის. და ამ დროს, იმიტომ რომ ჩვენ აი ეს ჩეჩმების პრობლემა რომ არ არის მოწყობილი და ზოგადად სოფელი კულტურული არ არის, ჩვენი თაფლი ვერ გაგვაქვს უცხოეთში. იმიტომ რომ აქ ფუტკარი ყველგან დარბის და ამიტომ ის სისუფთავე არ არის. იმის მაგივრად რომ სახელმწიფო პროგრამა გაკეთდეს და ამაზე რამდენი ხანია ვამბობთ. პრიორიტეტულ თემად. ბატონი არმენი რომ რექტორი იყო რომ დაარსა ეს წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის უნივერსიტეტი, იქ მთიან რეგიონებში ხალხს ასაქმებდა და თქვენ იცით თუ არა ის აბლებს რა ქვია აბლები ხარ ქართულად რა კაცი ხო და აგეთელი იონის ხეობა სავსეა აი ამ კაცვით და კაცვის ზეთი და კაცვის ან მოკლედ ძალიან ნიშნულოვანია საქართველოში ამ მიმართულების განვითარება. ჰოლანდიამ რომელმაც მიაღწია იმას რომ ფაქტურად ნახევარ ევროპას ამარაგებს ყვავილების ამერიკის შემდგომ თავარი მწარმოებელია. აი ეს ქვეყანა რომლის ბიუჯეტი რუსეთის ბიუჯეტზე მეტია, აი ეს რამდენია ციფრები ვიცი რომ იმაზე მეტია. აი ეს ქვეყანა და ჩვენ რომელსაც ალბათ 10-ჯერ 20-ჯერ უკეთესი პირობები გვაქვს ჰოლანდიაზე, ტერიტორია ცოტა მეტიც გვაქვს და ეს ყველაფერი პირობები გვაქვს და ამ დროს აი ჯაფარიძე რომანტიკა ის
ის წარადგინა მახსოვს სააკაშვილმა, რომ აი ჩვენი ეკონომისტი და რაღაცა, აი იმ კაცმა აი იმით დამამახსოვდა ახლა იბრძვის ბიზნესის ნამდვილ და ბევრს მოსწონს კი ბატონო ბიზნესის ნამდვილ ძოლა დღეს საშვები საქმე, მაგრამ ეს კაცი რომ ხელისუფლებაში მოვიდეს იმ აზრებით, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა უნდა დამთავრდეს, რომ ესე იგი რუსეთის ჯარს ჩახტილი იმით საქმეა შეეგებო. ხო და ისა რა ქვია სახში ვითომ რა ვიცი რა არის ესე იგი სახში დარგო ის კანაპლა ერთმა ხელისუფლებამ ფიზიკურად ჩაიხადა და მეორე პოლიტიკურად. ესე იგი რომელმა უფრო მეტად ესეც საკითხავი. არ ვიცი რა, ესე იგი საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის აი სპეციალურად ვიღაცას დიდი ფული რო გადაუხადა და გააკეთებინო პროგრამა, როგორ დაანგრიო საქართველოს სოფლები. ამაზე უკეთეს რაც დაწყებული შევარდნაძიდან მერე მიშას ხელისუფლება და ამათ ხომ ესე იგი საბოლოოდ ბოლო მოუღეს მიწას და მიწის სპარტაკში ჩვენთან ალექსანდრე კასრაც ჩვენი დირექტორი ვინც არის საოცარი საინტერესო პროექტი მოსმენით არ არის დღეს ხო აი როცა ჩვენი დირექტორი ტელევიზიის ქართული ტივის დირექტორი ძალიან საინტერესო ალექსანდრე ძალიან საინტერესო მიდგომა აქვს კი კასრაძეს სოფლის განვითარების ის მაგას გაგრძელება კაჭარავას იდეის გაგრძელება და რა თქმა უნდა უამრავი ასეთი პროექტები არის და მე ვფიქრობ რომ აი მარტო ეს საკმარისია ბატონი ბიძინას და ყობახიძეს და იგივე ვინც ახლა ციხეშის რაგვარია ის ხარიბაშვილი და მთავრობის რომ ისინი კიდევ უფრო დიდხანს იქ ჩაყარო და არ გამოუშვა ეს ხომ ესე იგი ხონდა მოიფიქრო კაცო რომ აი ეს ქვეყანა გახადო მშიერი და მათხოვარი და დაავადო იმისათვის რომ მე შენ წამლებზე ფულები აკეთო დაავადო ხალხო აი მეტი მაქვს ერთი გადაცემა ჩობს კიდო აქვს რა ესე იგი შვილებს გვეშინია და იმას ვაკეთებ იმითანა რაღაცებს ჭამთ ყოველდღე რა უნდა ქნა აი მე სულ რაღაცას ვფიქრობ არ ვყიდულობ იმას რა ქვია ძეხვები და რაღაცები რომ ყველა ვიცით რომ არც ერთ ძეხვს რომელიც ახლა გზარდება საქართველოში 1 გრამი ძროხის ხორცი არ აქვს ვინც აწარმოებს თვითონ არ ჭამს იმას არა როგორ შეიძლება მაგის ჭამა და ანდა ახლა ეს კითხს რომ ყიდულობ და ამიდორზე რაღაცას იქ იმდენი არის ეს ნიტრატები და იმდენი არის აი საზამთრო როგორი სასარგებლო პროდუქტია მაგრამ ჩამოგვიყვება საზამთრო ხალხო მაგრამ მე არ ვიცი ბანთეური ამისი თქმა და ლაპარაკიც რამეს თუ უშველის იმდენი რაღაცები აქვს აუტანელი ჩვენ ხელისუფლებას რომ ამ ხალხმა როგორი უნდა შეიცნოს რომ არ შეიძლება ამათი მხარდაჭერა არ შეიძლება ქალბატონო დონიძე, ბატონო სტურუა, რა ვიცი, გოგავა და ვიღაცები რო ხართ და ამართლებთ და რაღაცნაირად ცდილობთ გაამაგროთ ეს ხელისუფლება და იმით რომ ხაინდრავად მოუღეს ბოლოს ბატონო ხალხო არც ერთი მიმართულებით არც ის ხელისუფლება და არც ეს ხელისუფლება და არც იმის წინა ხელისუფლება არ იმსახურებს იმას რომ რამე წამოქცეს ამათთვის სასარგებლო და გასაცავი აი ესეთია ჩვენ ყავს კრიმინალური ხელისუფლება რომელიც ყველაფერ ამ სისაძაგლეს აკეთებს მხოლოდ საკუთარი გამდიდრებისათვის საკუთარი პიროვნების ხელისუფლებაში სამუდამოდ მეფობა უნდა კაცო მეფობა გახსოვთ სააკაშვილმა თქვა პირდაპირ თქვა მახსოვს ტელევიზორში რომ მე სააკაძე ვარ სააკაშვილი კი არა სააკაძე ვიყავიო და ეს სააკაძეებიო იმის რა ქვია მაგა ბაგრატიონების დედიდან მოდიოდნენ ბაგრატიონი ვარო ესე იგი ახლა ეს ვიღაცა თქვენი მოგვარე აბაშიძე გამოვიდა და ამბობს რომ ეს ივანაშვილები ბაგრატიონები აი ეს არის აი ამათ მეფობა უნდა ჯერეთი საქართველოს აი იმას მე ვფიქრობ რომ ის ადამიანები რომლებიც ჩვენ სხვა ისა ჩვენი მაჭავარიანი
ტიმი რომ ირაკლი ხო ისე ტრადიციონალისტები რომელსაც მეფე უნდა და აი ეს მეფობის სურვილი უნდა დაღუპა ქვეყანა ყველას უნდა მეფობა შენ რომ მინდა რომ ბაგრატიელი იყო ყველა იპოვის რაღაცას იმან გენებში ბაგრატიონისას და თვითონი დაღია ვინც მაგაერად არ უნდა იყოს მაგრამ ერთად მეფის ცოტა ხარკარბე ჰოლანდიაშიც მეფის ინსტიტუტია ბელგიაშიც მეფის ინსტიტუტია დიდ ბრიტანეთში აი ამიტომ მე რომ სულ ვამბობ როცა ვამბობთ რომ ჩვენ არ გვინდა ევროპული გზა და გვინდა ქართული გზა გაიჭირა ერთ ადგილას შუა საუკუნეებში და არ მოხდა განვითარება ისინი განვითარდნენ და იქაური მეფეები 200-300 წლის წინაც იყვნენ ჰუმანურები და კონსტიტუციას ქმნიდნენ და კანონის წინაშე ყველანი სწორი ვართო მეფეები ამბობდნენ. კი, გეთახმები ბატონო. ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპული სასამართლო. ცოდნა არ აქვს ბატონო ვახშტო, თუ კარგად თავუხსნით ჩვენ მეფის ინსტიტუტს ისტორიულად რა იყო და ჩვენი მეფეები თავის შვილებით რო იდგნენ წინა ხაზზე ჯარში და მერე თავის შვილებს წირავდნენ ამ ქვეყანას, აღარავის აღარ მოუწევდა ეს მეფობა მერწმუნედ გადაიფიქრებდა. რა შეიძლება ეს ლებები იყო, ლებები გენერალი ხო გახსოვთ? მე უფლება მომეცითო ერთი როტა არის ასეული. ერთი როტა მომეცითო აი იმ ჩინოვნიკების შვილებითო და ომს ეგრევე დავამთავრებო. ომს ეგრევე დავამთავრებო. ემაც უნდა სხვება იომო. თავადაზნაურობა და მე პირველი ნაწილი არ მინდა დავტოვუყურადღებოთ, მე მინდა გითხრათ რომ ბაგრატონთა გვართან არის დაკავშირებული მსოფლიოში ძალიან დიდი პროგრესი, წიგნთან დაკავშირებული, ისაც დავით აღმაშენებელმა გააკეთა, რომელიც საუკუნეში ზეცასწავლობდა გაცოს ეგეც სასწაული რამე ომში წიგნებით მიდიოდა და თამარ მეფემ პირველი იყო მსოფლიოში რომ სიკვდილი დასჯა გააუქმა ჩვენ მეფემ და მაგრამ ბატონო ვაშის მეთანხმები იმაში რომ გარკვეულ პერიოდში რაღაც მოხდა ისეთი რამ რომ დამახინჯდა ისინი მაგრამ აი ჩვენ ამ შემთხვევაში ლაპარაკობთ ძალიან ბევრი რამ კარგი იყო ყველაფერი კარგი უნდა მომწებდო და გითხარით რომ დავით აღმაშენებელმა ვინც მიწას ამუშავებდა ნაკლებს აღწევინებდა მთელი მსოფლიოს საგადასაღებო სისტემას დღეს ეს უდებს საფუძვლებს ძალიან ბატონო თეგის ავიცი მე ახლა თქვენ პროფესიონალები ხართ ერთი პრაქტიკოსი მეორე ეგეთი სტატისტიკოსი ეგეთი მართლაც მე თქვენთან შედარებით აქ ანაბურის სიყვა ვერ მეცნით თქვენი ტერმინებს გამოვიხსენეთ გულო მე შემიძლია თქვა რომ ახლა იქ სადაც იმპორტსა და იმაშორის ბალანსი არ არის დაახლოულია იქ ლაპარაკი ზედმეტია ნებისმიერ სტატისტიკაზე და კაც რომელსაც მართლა იმის იმედი არ აქვს რომ ამ ბარაქიანებმა თქვენ რომ ბრძანეთ იქ 48 არის ახლა ამას რო ვერ იყენებ და არც ინფორმაცია არ აქვს ინფორმაცია თუ გაქვს მაგრამ თქვენ არ აქვს ხო რესურსებიც თქვენა საკუთარი და ახლა ელემენტარულად ახლა უსერიოზოზე წიგნებია ჩვენ პარტაკოუაჩოზე ის რომ წაიკითხო და რომელი მაწვეულს სადაფოსო როგორ რა პოლიტიკი რა დაქვემდა რა ადმინისტრაციული ცენტრი ამის ხელმძღვანელობა თუ არ გენა მე ამ პოლიტიკა რო ვიბარებე სულ ამაზე ველაპარაკები წაიკითხე პოზიციები გამოხატეთ ეს თუ არ გინდა ახლა ეს იმას ნიშნავს ეს თუ არ გინდა შენ არ თვითმმართველობა არ გინდა თვითმმართველობა თუ არ გინდა ეს იმას ნიშნავს რომ წინასწარ შენ ამზადებ ტოტალურ გამარჯვებას საკუთარ მოსახლეობაში უნდა შთაუნე იმას ხოლმე რომ ის ჭირდება დასაქმება ის რატო დაგიჭირს საკუთარი ადამიანებს ხარს თუ იმას რაღაც გარანტია არ ექნა ხო იქ ადგილზე გარანტია თუ ექნა ადგილზე მაშინ ყველა შენ თუ მოიგებ სასამართლო შენია ის თუ შენია ის შენია ის შენი ანუ ეს რას ნიშნავს თანაბარ პირობებში არ არის ვერტიკალი იზრდება როგორც ასეთი ჰორიზონტალი მკვდარია და შესაბამისად ეს ამ ცენტრებში აისახება რას თქვენ ახლა ბრძანეთ რა და ვერტიკალით რა მოიგო პუტინმა აგერ ნახავთ ხო ნახე და კიდე ბევრი წაიტეხავს მაგაზე და რიჩარდ ბლომგულის და იმის დროს რო იყო კარგად ვიცი ერთ-ერთი პირველი ქადაგებელი ვინც იყო ამას ელეონორა მშვენიერი იყო რომელმაც ჰორიზონტალის იდეა ჯვაროსნული ომის დროს იქადაგა
და გააკეთა. და იქიდან მოდის, ეს აიდან არის. ამას პრაქტიკა არა აქვს და არც განათლება აქვს, არც წმენა აქვს და არც ერთ ხელისუფლებას ამის წმენა. კიდევ იმო შენ რანა ელეონორა იყო, ნუ ამე ორჯერ იყო, თუ 4ჯერ ჯვაროსნულ ომში, ორჯერ ქმარს გაყვა, ორჯერ ჩვენ. მოკლედ ძალიან კარგი საუბარი შედგა ბოლოსკენ მიდის ჩვენი ეს შეხვედრა ჩვენი პირდაპირ ეთერი ერთი გუშინ დაეთმო იმას რაც დაკავშირებული იყო სწორედ ეს შესაძლებელი ქონდა ამისთვის ეს მეორე ნაწილია როგორც მოგახსენეთ ჩვენ მომდევნო კვირაში გავაგზავნებთ აი ამ განწყობით გვალმაგიდასთან საუბარს შემოგვერთებიან კიდე ჩვენი მეგობრები ეხლა მომდევნო კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ეროვნული თანხმობის პარლამენტი და ერთი თემა რომელზეც მე სერიოზულად მუშაობ ეს დაკავშირებულია რა უქნეს საქართველოში ესე იგი ბუნებრივ ავტორიტეტებს მეცნიერთა კონგრესი პასუხისმგებლობას იღებს იმაზე და ამ განწყობით აღალიბებს საარჩევნო გუნდს რომ თუ დღეს ჩვენ 80% პროდუქტი შემოგვაქვს ქვეყნის გარედან და მხოლოდ 20%-ია ჩვენი ერთი საარჩევნო პერიოდია საჭირო მინიმუმ 80% ვაწარმოოთ და უმაღლესი ხარისხით და ორგანული საქართველოში მხოლოდ 20 შემოვიტანოთ გარედან და გარედან შემოტანული იყოს შემოწმებული ყოველ მხრივ ეს იქნება ძალიან სერიოზული გუნდი რომელიც ხალხს ეთქვის რომ ჩვენ თქვენ რომ შეგიყვანეთ ამ სიაში კეთილი ინებეთ და ხალხის ისინი შეასრულეთ მე მაგალითად ვისურვებდი რომ ასეთი კაციც უნდა იყოს შეგვერა თვითონ არა აქვს ამის ისა და თვითონ ამბობს რომ ჩვენ ეს ხალხი უნდა შევკრათ მაგრამ ასეთი ხალხიც საჭიროა ძალიან სერიოზული პროცესი იწყება ჩვენ შიგნით ძალიან კარგი ძალიან მნიშვნელოვანი არავითარი რამე ბატონი ზურაბ კუმსიაშვილის გამოსვლა ხო გახსოვთ თქვენ საუბრობდით ესე იგი ერთი ვაშლიში რა ვიტამინიც იყო ადრე დღეს 40 ვაშლიში არ არის იმდენი ისე მოწამლეს ეს ყველაფერი წარმოგიდგენიათ დღეს 40 მეჯერი წამება ვაშლი აი წარმოგიდგენთ თქვენ რა მიგმარჯობა მე მიხარია რომ ხალხთან ერთად ვარ მიხარია რომ ეს განწყობა არაფერი საშიში არ არის რეალურად ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი უდიდესი შესაძლებლობები აქვს ჩვენ ვარ დიდი წარსულის მძიმე რეალობის მაგრამ არნახულად ძლიერი მომავლის ქვეყანა ეს ამეს ეხება კონგრესი დიდი მადლობა მაგრად ვიტყვით